ამ ქვეყანაში ვერანაირ კანონს და სამართალს რომ ვერსად ვერ ვიპოვით, ეს ძალიან დიდი ხანია, კარგად ვიცით, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს ისეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებებთან, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. 9 დეკემბერს ჩანიშნული იყო ლევან ხაბაშვილის სასამართლო, სადაც მის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ. მაგრამ დღეს მასთან სუსის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ მას 2 თვით უხანგრძლივდება გადაწყვეტილი არის უკვე ეს შეზღუდვები, რაც მას აქვს. ანუ კარგად მინდა რომ გაიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე. აქამდე თუ რაღაცნაირად შაბლონურად ფუთავდნენ რაღაცაებს და აკეთებდნენ შაბლონურად რაღაცაებს და ვიღაც მანტია მოსხმულ ადამიანს თითქოს უნდა მიეღო სასამართლოზე გადაწყვეტილება, ახლა მას აღარ აკეთებენ თვალის ასახვევადაც კი. ბოდიშით და აი ფეხებზე ყიდი ხართო, ქართველ ხალხს ასე გითხრეს, აღარც სასამართლო გაქვთო, აღარც არანაირი სისტემა, რასაც ჩვენ გვინდა ისე გავაკეთებთო. რატომ? ალბათ მიხვდებოდით, რომ სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი უკვე სუსმა გადაწყვიტა. ანუ 9-ში, რაზეც უნდა ემსჯელათ, ის უკვე გადაწყვიტეს, რომ 2 თვეც გაგრძელდება. გარდა ამისა, ის შეზღუდვები, რაც ლევან ხაბეიშვილს აქვს, ნებისმიერ სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოში მიჩნეული არის კლასიკური წამების მეთოდად. მას 2 თვის მანძილზე უკვე და ეხლა პლუს 2 თვე გავიგეთ, რომ აქვს შეზღუდვები. შემდეგი, რომ მას სამარტო საკანში უწევს ყოფნა და არ აქვს არანაირი კომუნიკაციის საშუალება, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, დედასთან, ზარის განხორციელება პაემანი, ეს შეზღუდვები, წერილის დაწერა და მიღებაც შეზღუდული აქვს და ადამიანი დაატყვევა ივანიშვილმა გამოკეტა მხოლოდ სიტყვის გამო. ესეც არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოლიტიკოსი საკუთარი განცხადების გამო და ადამიანის საკუთარი სიტყვის გამო არის დატყვევებული.